დღეს გაგაცნობთ ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც ეროვნულ ლიგაში თამაშობენ ტრანსფერ მარკეტის მიხედვით. პირველ ადგილზე 17 წლის ანდრია ბართიშვილია, რომელიც იბერი 1999-ში თამაშობს და უკვე 1,5 ევრო ღირს. მეორე ადგილზე 18 წლის გიორგი გვასალია, რომელიც დინამო თბილისში თამაშობს და მისი ფასი ამ ეტაპზე 800,000 ევროა. მესამე და მეოთხე ადგილს ორი ფეხბურთელი იყოფს. 24 წლის ნოდარ ლომინაძე ტორპედო ქუთაისში თამაშობს და მისი ფასი 700,000 ევროა. ლევან შენგელია კი 30 წლისაა და ის ცოტა ხნის წინ შეუერთდა დინამო ბათუმის რიგებს. მისი ფასიც 700,000 ევროა. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ადგილზე მყოფი ფეხბურთელების ფასი 600,000 ევროა. 28 წლის გიორგი არაბიძე ტორპედო ქუთაისში თამაშობს. 28 წლისაა ვლადიმერ მამუჩაშვილის და ისიც ტორპედო ქუთაისის ფეხბურთელია. 600,000 ევროთ არის შეფასებული 26 წლის დავით კერესელიძეც. ის დილაგორის მეკარეა. მერვე, მეცხრე და მეათე ადგილზე სამი ქართველი ფეხბურთელია და მათი საბაზრო ღირებულება 500,000 ევროა. ლუკა ლაცაბიძე 22 წლისაა და ტორპედო ქუთაისში თამაშობს. 19 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი იბერია 1999-ის ფეხბურთელია. სიის ბოლოს კი ყველაზე პატარა თონიკე კვარაცხელია, რომელიც 16 წლისაა და დინამო თბილისში თამაშობს. სამივე ფეხბურთელის ღირებულება 500,000 ევროა. დაწერეთ კომენტარებში, რომელი ფეხბურთელის ფასი გაიზრდება ყველაზე მეტად.